დღეს მოგიყვებით, როგორ ხდება ბავშვისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება. თუ არასრულწლოვანის ერთ-ერთი მშობელი მაინც არის დევნილის სტატუსის მინიჭება მარტივადაა შესაძლებელი. თუ ცხოვრობთ თბილისში, მაშინ სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით უნდა მიმართოთ დევნილთა სამინისტროს, ხოლო რეგიონში მაცხოვრებლებმა თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. რაც შეეხება საბუთების ჩამონათვალს, დაგჭირდებათ მშობლების პირადობისა და დევნილის მოწმობის ქსეროასლები, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. თუ ერთ-ერთი მშობელი არადევნილია, მაშინ საბუთებს თან უნდა ერთვოდეს მის მიერ ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა. განცხადებას კი ადგილზე საბუთების ჩაბარების პროცესში დაწერთ. სპეციალური კომისია საბუთების სიზუსტეს შეისწავლის და აღნიშნული პროცედურის დასრულების შემდეგ არასრულწლოვანს დევნილის სტატუსი მიენიჭება.